ვინ იქნება ახალი პატრიარქი? გავრცელებული ინფორმაციით, 3 კანდიდატი უკვე გამოკვეთილია. პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. სხვადასხვა საეკლესიო წყაროს ცნობით, სინოდი არჩევანს სწორედ ამ სამ მღვდელმთავარზე შეაჩერებს. სინოდის ხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს, ამ წუთებში უნდა დაიწყოს. მღვდელმთავრები საპატრიარქოში იკრიბებიან. ის ბოლოს გახდება ოფიციალურად ცნობილი 3 საპატრიარქო კანდიდატის ვინაობაც. ფაშინიანის პრეზმდივანი უარყოფს, რომ სომხეთი საქართველოს სოფელ ჯილიზას დაუბრუნებს. ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. დელიმიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოსაზღვრე სოფელი, რომელიც სომხეთს საბჭოთა კავშირის დროს გადაეცა, საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა ამერიკაში ჩავიდნენ. სამეფო ოჯახს დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში უმასპინძლეს. ვიზიტი 4 დღიანი იქნება. მიღების ოფიციალური ცერემონია დღესვეა დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ მეფე და დედოფალი დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში დაგეგმილ ბაღის წვეულებას დაესწრებიან. უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტუაფსეს კამიკაძე დრონებით ისევ შეუტია. დაიბომბა ნავთობ ტერმინალი, რის შედეგადაც საწვავის 4 რეზერვუარში ამ დრომდე ხანძარია. პარალელურად ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინამ რუსულ სატვირთო გემს დაარტყა და გაანადგურა.